დაასწრეთ, აი. ეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ჩვენს ოჯახში დიდი მადლობა. მოგესალმებით ჩემს ოთახში, რომელიც მუზეუმია ფაქტიურად. ვიჭროთა ვართ, მაგრამ ძლივს ვეტევით როგორც ხედავთ, მაგრამ თქვენ პირველად ახართ აქ და თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, მე გიპასუხებთ, მაგრამ ძირითადად რაღაცეებზე, ესე იგი, ინფორმაციას მოგცემთ. ახლა ყველაფერზე ვერა, თორემ მაშინ რისთვისაც ხართ მოწვეული, იმას ვერ გავაკეთებთ. მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. დიდხნიანი პაუზა გამოგვივიდა ჩვენ YouTube გადაცემაში, მაგრამ ძალიან დიდი და კაშკაშა ვარსკვლავის სტუმრობით ხსნით დღეს გადაცემას. ახალ სეზონს ჩვენ YouTube პროექტში დავით ნინიაშვილი ყავს დღეს სტუმრად და სიმბოლურია, რომ სპორტსმენობის გარდა და სპორტის სიყვარულის გარდა დღეს დედაჩემს და დათოს აერთიანებს კოლეგიალობა. ერთ ძალიან კარგ საქმეში, რასაც ტექტო ჯგუფის ძალიან მზარდი და განვითარებადი ძალიან კარგი კომპანიის ტექტო ჯგუფის ამბასადორობა, ტექტო ჯგუფის დაფუძნებელი ბატონი ერეკლე ქაჯაია ყავს სტუმრად და ბატონ ერეკლეს მინდა სიტყვა გადავცე და გითხრას რამდენიმე სიტყვა მის კომპანიაზე და ძალიან აი სამაგალითო წამოწყებაზე, რომელიც ეხება ქველმოქმედებას. მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ პირადად. თქვენი ამბასადორი გახდით, იმიტომ რომ ისეთი პარტნიორი ვიყავ სარკვეთში. ყველა ინატრებდა. ასეთ ადამიანთან ერთად, ასე ვთქვა და დიდი მადლობა ამისთვის. მიხარია პირველ რიგში, რომ თქვენთან ვარ სტუმრად, მეორედ ვარ უკვე ამ მუზეუმში სტუმრად. ჩემთვის საქმეს როცა ვიწყებდი ბიზნესს და რაც დამიგეგმია, ყოველთვის მისი თამდევი გვერდიდან პარალელური თამდევი ყოველთვის იყო ქველმოქმედება. რა ვიცი, აი ამ კუთხით არც რეკლამა გაგვიკეთებია, არც ვაპერირებთ რაღაც ამ საკითხით, მაგრამ უკვე დაახლოებით მეორე წელია, ვინც ბინას ყიდულობ ჩვენთან, ყოველი ადამიანი ავტომატურად ქველმოქმედია, რადგან ყოველი კვადრატული მეტრიდან თანხა ირიცხება წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდში. ჩვენი ურთიერთობაც არ არის ახალი დაწყებული, ერეკლეს და ჩემი ჩვენ სტუდენტობის წლებიდან მოვდივართ ერთად და მის ესე გარდასახვა ამ საქმიანობაში, რასაც ის დღეს ეწევა, რასაც ქვია სამშენებლო კომპანიის მართვა თუ მშენებლობის სფერო. ცოტა ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო მისი ყდის არის შემოქმედი, მხატვარი, არქიტექტორი და ამ მიმართულებით დაიწყო მან მოღვაწეობა, მაგრამ მე პირველ რიგში გამიხარდა ეს თემა, იმიტომ რომ მისი თითეული პროექტი იქნება თუ გაკეთებული საქმე, ყოველთვის არის დიდი სასოებით, რაღაც რდუნებით, სიყვარულით შექმნილი და ჩვენ ამ ეტაპზე ნაზარ ლეჟავას ფონდმა, რომელიც მის უზნესობას საკურთხევით დავაარსეთ პანდემიის დროს, მაშინ იყო განსაკუთრებული საჭიროება ამ ფონდის, იმიტომ რომ გაჩერებული იყო ყველაფერი და ჩვენ ყავდა მოხუცები, რომელსაც საჭმლის წყლის მიწოდებელი არ ყავდა სახში და ამ ადამიანებს ჩვენ და მიგვეტანა იმედი ამავდროულად. სპორტსმენების წარმატებები, აი რო გადავხედოთ ჩვენ დამოუკიდებლობის 30 წლიან ეხანდელ ისტორიას. როდის ერთიანდება ერი? სპორტსმენების წარმატებების დროს. როგორც წესი, რაგბისნაირ სპორტის სახეობებში იშვიათად რომ ამასაკში ვინმე ეროვნულ ნაკრებებს კაპიტონდეს. მარტო საქართველოზე არ მაქვს ლაპარაკი. ხო, იშვიათად რა. და დღეს აი ამ მომენტში დავით ნინიაშვილი ყავს სტუმარი, ხო? და სანამ ჩვენ სპორტულ გადაცემაზე გადავიდოდეთ, მინდა ასევე ორი სიტყვით ყველაფერ ამას შეეხოს რა, დათოს. ბავშვობიდან ჭადრაკზე დავდიოდი, მეც ბიძა ჩემო შემიყვანა ჭადრაკზე, ბიძა ჩემო ზოგადად ცადა რომ ყველა სპორტი მეცადა და მეც გავყევი ბოლომდე და ჭადრაკზეც დავდიოდი და იმ პერიოდში როცა ვიყავი დაახლოებით 7-8 წლის თქვენზე მიყვებოდა ყველაფერს რა. როგორ ხდებოდით ჩემპიონი, როგორი ადამიანი იყავით და დღეს ბედნიერი ვარ, მე თქვენ გვერდით რო ვდგავარ და თქვენ რო გაგიცანით.